მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. არც ერთი პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ადამიანი, როგორც ეს პარლამენტმა განმარტა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ბელარუსში არის 5 პოლიტპატიმარი, ამას ბელარუსი უარყოფს. ჩილო-კორეაში არის 10 პოლიტპატიმარი. საქართველოში პარლამენტმა გამოაცხადა, რომ იყო 200 პოლიტპატიმარი და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში საერთოდ შეიძლება არ იყოს 200 პოლიტიკოსი, არათუ 200 პოლიტპატიმარი, მე მინდა ამაზე დავფიქრდეთ და ამით პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტმა თქვა ძალიან სახიფათო რამ, რომ ყველა ვინც ომის მდგომარეობაში ყოფ ქვეყანაში მოაწყობს სამხედრო ნაწილში ამბობს და მე მარამის მოწმე, როგორც თქვეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან სამხედრო ხელმძღვანელობას, მათ აქვს პოლიტიკური მოთხოვნები. და შემდეგ შეეცადენ ცხინვალის მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მიმალვას, ამას თვითონაც არ უარყოფდნენ, აი ეს ხალხი გამოუშვეს დღეს როგორც გმირები. საქართველოს პარლამენტმა თქვა, რომ ყველა ადამიანს, ვინც თავის თავს უწოდებს პოლიტიკოს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, მათ შორის შეიარაღებული, შეუძლია ადამიანი დაჭრას ცეცხლსასროლ იარაღით და ის განთავისუფლდება, იმიტომ რომ მას შეიძლება რაღაც სხვა კავშირი ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიასთან. საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში შეიძლება ჩაიდინო ქვეყნის ღალატი, შეიძლება ჩაიდინო ჯაშუშობა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურო და იმის გამო, რომ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან რამე კავშირი გაქვს, ან თუნდაც ვინმეს იცნო პოლიტიკურ პარტიაში, იმიტომ ზოგიერთი ვინც განთავისუფლდეს, არასოდეს ხმა არ მოუღია და პირიქით ზოგიერთი მათგანი, მათ შორის პოლიტოლოგები, ბოლომდე ხოტბას ასხავდა საქართველოს თავრობას, ჩემ თავრობას ესე იგი, შეგიძლია იმის გამო, რომ ვიღაცა კავშირები გაქვთ და ვიღაცასთან დაკავშირო, გაგიშვან, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით, გაგიშვან საპატიმროდან ამ მოტივით. ეს არის ძალიან საგანგაშო პრეცედენტი. იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის გევორქიანი, შკრილნიკოვი, ბევრი სხვა, როგორც და გაუშვა ყოველგვარი პირობის გარეშე. იყო რამდენიმე საქართველოს მოქალაქე და რამდენიმე ადამიანი, ვინც გასამართლებულია რუსეთის ფედერაციაში, როგორც საქართველოს ზვერავი და იხდის იქ სასჯელს. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ისინი არიან ზვერავები, მაგრამ ისინი არიან გასამართლებული ამ მუხლით და მე ვიცი, რომ არსებობდა გეგმები შესაბამის სამსახურების იმ პირობებშიც კი, როცა ისინი არ არიან აღიარებული ჩვენს მიერ როგორც ზვერავები, მაგრამ არიან ჩვენი მოქალაქეები, მოხდარიყო მათი გაცვლა რუსეთის ფედერაციის კარგად დადასტურებულ ჯაშუშებზე საქართველოს შიგნით, რომელიც ჩვენ ყავდა დაპატიმრებული. ამით საქართველოს პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლებაზე რუსეთში, იმიტომ რომ სამხრივად უპირობოდ განთავისუფლა ეს ხალხი ჩვენი ციხეებიდან. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ისტორია განსჯის იმათ, ვინც ეს გააკეთა. მე არ მინდა, რომ საქართველოს ვინმე დააბრუნოს 90-იანი წლების დასაწყისის წარმოუდგენელ გაუსავალ-ძილის მდგომარეობაში. მაშინაც ხალხი გამოუშვეს კრიმინალები ციხიდან ზუსტად იმ სოუსით, რომ ისინი რაღაც პოლიტიკასთან იყვნენ კავშირში და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოს აქვს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ სწორედ დიდი სიმტკიცის მარაგი. მაგრამ ეს სიმტკიცის მარაგი და მე მინდა გავაფრთხილოთ დღევანდელ საქართველოს თავრობას და პარლამენტს არ არის ამოუწურავი და არ არის უკიდეგანო. და ზედმეტად თუ გადაუღუნავთ, ეს შეიძლება რა თქმა უნდა ბზარები გაუჩნდეს და გატყდეს. და ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ეს 92 წელი არ არის, სადაც ეს ამნისტიები ავტომატურად გამოიწვევს აფეთქებას და გაუბედურებას ხალხის. არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ჩვენ დავტოვეთ კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი და სტრუქტურები და სამართალდამცავი სისტემა. მაგრამ ნუცდით ამ სიმტკიცეს. იმიტომ რომ კი ვაშენებდით 9 წელი, მაგრამ რასაც რუდუნებით 9 წელი ვაშენებდით, ბევრად უფრო ჩქარა შეიძლება დაიშალოს თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდით. მე მინდა ვთქვა, რომ და მე მინდა მოუწოდო მასმედიის საშუალებებს. ასე უაპელაციოდ, ნუ ვაფეტიშებთ ამ ხალხს. ამ ხალხს აქვს შადელი მძიმე დანაშაული. გაუბედურებული ყავთ ოჯახები, მოქალაქეები, მოკლული ყავთ ხალხი. მათ შორის კოორდინატების მიცემით ოკუპანტების თვითმფრინავების რომ დაებომბა ჩვენი პორტები, მათ შორის დაჭრილი ყავთ უამრავი ადამიანი და აჩვენეთ ის რისთვისაც არიან ისინი გასამართლებელი. თორე გამოდიან და ისინი ყვებიან 1000 გვარ ტყუილებს და სისულელებს, მათ შორის მათი პატრონიებს და მათი
მე პატრონი სპეცსამსახურების დავალებით. ნუ გავაბაიბურებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ნუ მივცემთ ასეთ თავისუფლებას იმ ხალხს, რომელიც პრინციპში თავისი არსით არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი.